უკვე რამდენიმე კვირაა დედაქალაქში მოტო ინსპექციის სამსახური ამოქმედა. მიზანი კანონდარღვევებზე ოპერატიული რეაგირება. თბილისის ქუჩებში მოტოციკლით მოძრავი ინსპექტორების საქმიანობის სფერო ქალაქის იერსახის დამახინჯების, სამშენებლო დარღვევების, ხმაურის დაშვებული ზღვარის გადაჭარბებისა და გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და დარღვევებზე დროული რეაგირება. კონკრეტულ გადაცდომებზე მოტო ინსპექციამ პირველი ჯარიმები უკვე გამოწერა. მუნიციპალური ინსპექციის ახალი დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას მოამბის გადამღები ჯგუფი გაეცნო. მარიამ აფციაური გვეტყვის, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ მოტო ინსპექტორებს და რაოდენობის ჯარიმებია გათვალისწინებული კანონდარღვევებზე. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებიც სამბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს. მიზეზი ამტვერებადი მასალის ღია წესით გადახურვის გარეშე გადატანა, რაც გარემოს აბინძურებს და ადამიანის ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის. ამ დარღვევაზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 200, იურიდიულისთვის კი 500 ლარია. ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორება ჯარიმის ზრდას იწვევს. სატვირთო ავტომობილი ამ შემთხვევაში უნდა გადაადგილდებოდეს გადახურვით, გარემო ამით მინჯურდება გზებზე, ანუ სავალ ნაწილებზე სამშენებლო ნარჩენი არის შემთხვევები, რომ მიწა, ბალასტი ძირს იყრება. არის კიდე ანუ ბეტონზიდიდან ბეტონის დაღვრა ხდება ზარაგაურეს ხავებზე, ავტომობილები, რომელიც გამოდიან სამშენებლო ობიექტებიდან, ხდება ესე იგი გადაუხურვა მდგომარეობაში, ავტომობილებით გადაადგილება, თუ ამ კუთხით გამოვავლინეთ ფაქტი, შესაბამისად ჯარიმები იწერება. მუნიციპალური ინსპექცია ასევე აფიქსირებს და შესაბამის ჯარიმებსაც წერს ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, გარევაჭრობა, აკუსტიკური ხმაური და ასე შემდეგ. რეგულაციის მიხედვით, მაგალითად, ფეხით მოსიარულის მიერ სიგარეტის ან სხვა რაიმის გადაგდებაზე დამრღვევი 80 ლარით დაჯარიმდება. მანქანიდან გადაგდებაზე კი 250-ით. სახლის აივნიდან სასურსათო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადაგდებაზე ჯარიმა 200 ლარია. სანქცია იწერება ქალაქის იერსახის დამახინჯებაზეც. თუ მოქალაქე კედელზე თვითნებურად გააკეთებს წარწერას, ან რაიმეს დახატავს, ჯარიმა 1000 ლარიდან იწყება და 3500 ლარამდეც კი აღწევს. ყველაზე დიდი სანქცია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის იერსახის დამახინჯებაზეა. ბეტონზიდის შემთხვევაში პირველი შემთხვევა ფიზიკურ პირზე არის 500, განმეორებით არის 1000, იურიდიულ პირზე 1000 და განმეორებით 2000. ნაგვის დაყრაზე 2 კილოგრამამდე არის 80 ლარი, შემდეგ ეს არის მოცულობიდან გამომდინარე და იზრდება სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 50 კუბიდან ზემოთ უკვე 30000 ლარია და ასე მოცულობიდან გამომდინარე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმებით. ამ წელს აღნიშნული მიმართულებით გამოწერილი არის 2000-მდე ადმინისტრაციული ჯარიმა და 30 მითითება არის გაცემული. ურბანული წესრიგის დაცვა, რომ უფრო ეფექტიანი იყოს, თბილისის მერიამ მოტო ინსპექცია შექმნა. 23 ივლისიდან სპეციალური ეკიპაჟები ცენტრალურ მოედნებზე, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში ამოწმებენ იცავენ თუ არა მოქალაქეები წესრიგს. ამისთვის შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი. თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში განგვიცხადეს, რომ წელს მაგალითად გარევაჭრობაზე 900 დარღვევა გამოავლინეს. ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე კი 1114 ჯარიმა გამოიწერა. მოტო ინსპექციის თანამშრომლები გადამზადდნენ და გაიარეს გადამზადება ტრიციკლების სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე ისინი აღიჭრნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით. ტრიციკლების შემოღება საჭირო გახდა დედაქალაქში მზარდი განვითარებისგან გამომდინარე, მოქალაქეების მხრიდან შემოსული ცხელხაზებზე, წერილებზე და ასე შემდეგ უფრო სწრაფი რეაგირება რომ მოხდეს, უფრო ეფექტური რეაგირება. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათ მიმართონ ისეთ დარღვევებზე რეაგირებისთვის, როგორიც არის ქალაქის იერსახის დამახინჯება, გარემოს დანაგვიანება, აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბება, ტროტუარის ან გზის თვითნებური გადათხრა. მოქალაქემ უნდა დარეკოს მერიის ცხელხაზე 72-22-ზე და მუნიციპალურ ინსპექციაში გადამისამართება მოითხოვოს. იმ შემთხვევაში, როცა დარღვევა ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს, ადგილზე მოტო ინსპექცია მივა.